საღამო მშვიდობის არის Open Medis ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია წინ გადადგმული ნაბიჯია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი მაირამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწნენ. ვაშინგტონში შესაძლოა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება გამოცხადდეს. ვაშინგტონ პოსტზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარასკევს თეთრ სახლში შესაძლოა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ გამოცხადდეს. გამოცემა თეთრი სახლის ანონიმურ ოფიციალურ პირს ეყრდნობა. ეს ინფორმაცია ვრცელდება ვაშინგტონში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრის ფონზე, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის გამართვა ოფიციალურად 6 აგვისტოს დადასტურდა, თუმცა მისი დღის წესრიგის შესახებ დეტალები ამ დრომდე ოფიციალურად არ გავრცელებულა. ირანის ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ ველაიათი საერთაშორისო აქტორებს აფრთხილებს. ირანის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი ალი აკბარ ველაიათი საერთაშორისო და რეგიონულ აქტორებს აფრთხილებს, რომ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების ნებისმიერი მცდელობა ირანის მხრიდან მკაცრ პასუხს გამოიწვევს. ველაიათის განცხადებით, თეირანი არ დაუშვებს სამხრეთ კავკასიაში უკანონო გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და გულგრილი არ დარჩება თუ მის ეროვნულ ან რეგიონულ ინტერესებს საფრთხე შეექმნება. ნებისმიერი მთავრობა რეგიონიდან თუ მის ფარგლებს გარეთ, რომელიც შეეცდება გაიმეოროს წარსულის წარუმატებელი მცდელობები, ისლამური რესპუბლიკის მკაცრ პასუხს წააწყდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაუ უსაფრთხოების სფეროს მაღალ ჩინოსნებთან ერთად ღაზის სექტორში ომის ახალ სტრატეგიას განიხილავს. ნეტანიაუს ოფისის ინფორმაციით, არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ნეტანიაუს ოპერაციის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორის სრული ოკუპაციისთვის ემზადება. ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ნეტანიაუ აპირებს კონტროლი დაამყაროს ღაზის მთელ ტერიტორიაზე. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, სადაც მოსახლეობა შიმშილისა და ნგრევის პირისპირ დგას, კონფლიქტის ორივე მხარე აქტიურად იყენებს მედიას საინფორმაციო ომისთვის. ანალიტიკოსების შეფასებით, ჰამასი ავრცელებს შერჩევით ან დადგმულ კადრებს, რათა გამოიწვიოს საერთაშორისო თანაგრძნობა და გააღვიოს სიძულვილი ისრაელის მიმართ. დეტალები იხილეთ დავით გენჯოიანის რეპორტაჟში. ღაზის სექტორში მიმდინარე შემზარავი მოვლენები, მათ შორის შიმშილის, ახლობლების დაკარგვისა და ადამიანური ტანჯვის ამსახველი სურათები, რომლებსაც პალესტინელი და უცხოელი ფოტოგრაფები და ოპერატორები ავრცელებენ, ხშირად მიმართულებით არის წარმოდგენილი ფარული მიზნით, განახორციელონ დაჯგუფება ჰამასის პროპაგანდა, გამოიწვიონ საერთაშორისო თანაგრძნობა და გააღვივონ სიძულვილი ისრაელის მიმართ. ღაზაში ჰამასი კვლავ აკონტროლებს ინფორმაციის ნაკადებს და იყენებს და ავრცელებს შერჩევით ან დადგმულ კადრებს. მეორე მხრივ, ისრაელი მკაცრად ზღუდავს საერთაშორისო ჟურნალისტების შესვლას ღაზაში და მხოლოდ სამხედროების თანხლობით ხანმოკლე ვიზიტების უფლებას იძლევა, რაც ინფორმაციის მონოპოლიასა და საკუთარი პროპაგანდის გავრცელებას იწვევს, მათ შორის დეზინფორმაციას მოწინააღმდეგის შესახებ და სხვა ჟურნალისტების მკვლელობებს, რომლებიც ისრაელის მხარეს ადანაშაულებენ. სანამ მხარეები ერთმანეთს დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში ადანაშაულებენ, ღაზაში ადამიანები შიმშილით იღუპებიან. ჩვენ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. აუტანელ ჯოჯოხეთში ჩვენ შიმშილით ვიხოცებით. არც საჭმელია, არც სასმელი, არც წყალი. ის წყალიც კი, რომელსაც ვიღებთ, დაბინძურებულია, ვეღარ უძლებთ. ადამიანებმა წონის ნახევარი დაკარგეს. არც უსაფრთხოება, არც დაცულობა. უსაფრთხოება ასევე საჭმელია.
თავშესაფარია, არ არსებობს უსაფრთხო ადგილი, სადაც შეგვიძლია დავრჩეთ. ამ დღეებში დაჯგუფება ჰამასმა ისრაელელი მძევლის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა თუ რაოდა გამოფიტული იყო 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ტყვეობაში მყოფი ისრაელელი. ძალიან რთულია. ძალიან დიდი ხანია უკვე რამდენიმე თვეათ იქმის არ მიჭამია, ძლივს მხოლოდ წყალს ვსვავ. მე ვჭამ ძალიან ცოტას. თქვენ ხედავთ რა გამხდარი ვარ. ეს მოგონილი არ არის. მე ჩემთვის ვთხრი იმ საფლავს, სადაც შესაძლოა უკანასკნელად დავწვე. და მართლაც, ყოველი გასული დღე მიახლოვებს ამას, დრო იწურება. ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საერთაშორისო საზოგადოებამ პირველად იხილა იმ არაადამიანური პირობების დეტალები, რომლებშიც მძევლები იმყოფებიან და ასევე გააჩინა მრავალი კითხვა ვიდეოს გამოქვეყნების მიზნების შესახებ. ჩვენ 8 თვეზე მეტი ერთად ვიყავით ამ გვირაბში. მიწის ქვეშ. ვიდეოში ოპერატორის უკან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით არის სხვა ოთახი და არა გვირაბი როგორიც ის იყო, სადაც ჩვენ გვაყოლებდნენ. არამედ ნამდვილი ოთახი კონდიციონერითა და განათებით და ისინი ბევრად უკეთესად იკვებებოდნენ ვიდრე ჩვენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიახუმ გადაწყვიტა სრულად დაიკავოს ღაზის სექტორი და გააფართოვოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში. ჩვენ ინტენსიურ ომში ვიმყოფებით, რომლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მიღწევები დავაფიქსირეთ, რადგან ჩვენ არ ვართ გახლეჩილი, რადგან ჩვენ ერთად დავდექით და ერთად ვიბრძოლეთ. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ერთად დგომა და ბრძოლა, რათა ომის ყველა მიზანს მივაღწიოთ: მტრის დამარცხება, ტყვეების გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზიდან ისრაელს საფრთხე აღარ დაემუქროს. ამ კვირაში მე მოვიწვევ მთავრობის ხდომას, რათა თავდაცვის არმიას დავავალოთ თუ როგორ მივაღწიოთ ამ სამი მიზანს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თუ ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, ის უნდა გადადგეს, რაც ისრაელის სტრატეგიის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს. მოქმედებები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ლტოვილთა ბანაკებში. ორივე მხარის საინფორმაციო ომი აღრმავებს კონფლიქტს, აფერხებს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას და იწვევს გლობალურ დეზინფორმაციას, სადაც თითოეული მხარე მედიას თავისი მიზნებისთვის იყენებს, რაც ადამიანური ტანჯვის გაგრძელებას იწვევს. ორშაბათს ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 63 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინეები, ხოლო შიმშილისა და არასრულფასოვანი კვებისგან კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 180-მდე გაიზარდა. მათგან 93 ბავშვია. ერევნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე კონტროლი მკაცდება. ერევანში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა, რასაც კონტროლის გამკაცრება მოჰყვა. ამიერიდან კონტროლიორები მგზავრებს სპეციალური მოწყობილებებით შეამოწმებენ. დადგენილია ჯარიმები 3000, გაუქტირებული ბილეთებისათვის 10000 დრამი, უბილეთო მგზავრობისათვის და 15000 დრამი სხვისი შეღავათიანი ბილეთის გამოყენებისათვის. ვიცემერ სურენ გრიგორიანის განცხადებით, მიზანი არა ჯარიმების აკრეფა, არამედ წესრიგის დამყარებაა, თუმცა მოსახლეობა ტექნიკურ პრობლემებზე ჩივის, მათ შორის ვალიდატორების გაუმართობასა და საბანკო ბარათების გადახდის შეზღუდვებზე. 1 აგვისტოდან გაუქმდა QR კოდიანი ქაღალდის ბილეთები, მგზავრობის საფასურის გადახდა ახლა მხოლოდ სატრანსპორტო და საბანკო ბარათებით ან მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. ახალი რეგულაციების ფონზე სატრანსპორტო ბარათებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. შემოსავლების სამსახური სანქცირებული რუსული საწვავის იმპორტს უარყოფს, ოპოზიცია კი დოკუმენტს აქვეყნებს. საქართველოს შემოსავლების სამსახური უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს სანქცირებული რუსული საწვავის იმპორტის შესახებ, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სქემით ხორციელდება. საუბარია ტანკერ კაპიბარაზე, რომელმაც ოპოზიციის ინფორმაციით ბათუმში გაზპრომ ნეფტის 15000 ტონნა სანქცირებული დიზელის საწვავი შემოიტანა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მათ შეამოწმეს ინდონეზიის დროშით მცურავი გემი და დაადგინეს, რომ არც გემი, არც მისი მფლობელი და არც თავად ტვირთი საერთაშორისო სანქციებს არ ექვემდებარება. მათი განმარტებით, საწვავის ფასი არ აღემატება სანქციებით დადგენილ ზედაზღვარს, რაც მას ლეგალურს ხდის. საფასუხოდ ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით ადასტურებს, რომ საწვავის მოწოდებული სანქცირებული რუსული კომპანია გაზპრომია. მალხა სამოიანმა პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მალხა სამოიანმა პოლონეთში გამართულ ვლადისლავ პიტლანისკის მემორიალზე გაიმარჯვა. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზეს სომეხმა სპორტსმენმა, ყველა მეტოქეს ძალია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე ტურნირზე სომხეთის ნაკრების წევრებმა რაზმიკ კურდიან
ტროიანმა და სლავი გალესტიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში სომხეთის ნაკრებმა მე-6 ადგილი დაიკავა. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.